გამარჯობათ მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ძალიან ძვირფასი სტუმრები გვყავს. ბოლნისიდან ჩამოვიდნენ საგანგებოდ ამ გადაცემისთვის ბატონი ლევან ქუქჩიშვილი და ბატონი ელნურ ახმედლი. ისინი არიან ბატონ ლევანი გახლავთ კომპოზიტორი, მცირე საოჯახო მარნის მეპატრონე, წერს შესანიშნავ ლექსებს, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და აქტიურადაა ჩართული მშობლიური ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ბატონი ელნური გახლავთ ფეხბურთის მწვრთნელი ბოლნისა და თეთრიწყაროში. ჩვენ ამ თემაზე მათი ძირითადი საქმიანობის ირგვლივ გადაცემის მეორე ნახევარში ვისაუბრებთ და ეხლა დავიწყებთ იმ თემით, რომელმაც ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნო. ჩვენ სამივე გახლავართ ქვემო ქართლში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი საფლავები მე-17 საუკუნის მდიდრულად დეკორირებული გამოავლინა ელნურმა შემთხვევით ტყეში მერე ლევანს შეატყობინა. ამაზე თავად გიამბობენ უფრო კარგად და სტუდიის მიღმა ჩვენს თანამშრომლებს მინდა ვთხოვო, რომ კადრში ჩვენი საუბრის პარალელურად ფოტოკოლაჟი გავიდეს 2020 წელს გადაღებული საფლავების ფოტოკოლაჟი და მოდით დავიწყოთ როგორ იპოვეთ ეს საფლავები, რომელი წელი იყო, აი გარშემო როგორი ვითარება, სად არის ეს ადგილი ფოლადაურის ხეობაში, რო უთხრათ მაყურებელს და მსმენელს. ლევანი დაიწყებს. მოგესალმებით მაყურებელს. ბატონი ლევან ქუქჩიშვილი. ესე იგი ეს ერთ დღეს მშვენიერ მზიან დღეს მირეკავს ჩემი მეგობარი ელნურ ახმედლი, რომელიც გვახსენეთ და ტელეფონით მესაუბრება და მეუბნება, რომ იყვნენ ესე იგი ფოლადაურის ხეობაში და იქ სხვადასხვა ადამიანები ხშირად მიდიან ხოლმე და სუფრებს შლიან, სხვადასხვა ესე ვთქვათ საკეიფო ადგილები არის და იქ ფანჩატურები არის მრავლად მოწყობილი, სადაც კეიფობენ და შაბათ-კვირას კიდევ ტრადიციათ აქვს იქაურ მოსახლეობას ძირითადად მოგიხსენებათ. ბუდის გიხდით, ჩაგეჭრებით კადრში გადის თქვენი გადაღებული ფოტოები 2020 წლის ივნისში ფოტოკოლაჟი. და ამ დროს ელნური მეუბნება, რომ იპოვა ქვები, რომელიც არ არის ესე უბრალო ქვები, რაღაცა წარწერები აქვს, გამოსახულებები აქვს და ფოტოებიც გადმომიგზავნა და მითხრა, რომ აბა ნახე, იქნებ საინტერესო არისო და ელნური საერთოდ ისეთი ადამიანია, რომ ესე კულტურული ადამიანია და ზოგადად საქართველოს უყვარს მას და აი ამ კუთხით გამომიგზავნა, რომ იქნებ დაინტერესდეს ვინმე და შენ უფრო იცი და მე ავდექი და ჩემს პირად Facebook გვერდზე განვათავსე, რომ აბა თუ ვინმეს გაქვთ ვინმე ვისაც გეხებათ ეს ამბავი, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, დაინტერესდეთ ყოველივე ამით და რამდენიმე დღეში მოყვა დაინტერესება, უკვე აი გალბატონო ნინო თქვენც მინდა აღვნიშნო, რომ თქვენც
ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც დაინტერესდით და შემდეგ უკვე ესეთი რეზონანსული გახდა. თან მე მეწერა, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარის მიერ იყო ნაპოვნი და ამასაც გარკვეული, ესე ვთქვათ, შტაბეჭდილების მოხდენაც გამოიწვია, ამიტომ რომ ცოტა ესე იგი მე მაინც მინდა რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილია რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელები სრულიად იყვნენ ჩართული საქართველოს ფერხულში და აი ელნურმაც ესეთი ელნური ხშირად ავლენს იგი ცხოვრობს ქართულად რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის ფერხულში ჩაბმული არის სრულად რაც შეუძლია ამ ადამიანს აქტიურ საზოგადოებრივ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა აქვე მნიშვნელოვანია რომ ქართული ენა ელნური უკრაინაში გაზრდილი არის ბავშვობიდან და რამდენიმე წელია საქართველოში და ჩამოვიდა და მინდა გითხრათ რომ უკვე კომუნიკაცია ქართულად ძალიან მარტივად ისე შეუყვარდა საქართველოს ქართველები თავისი ესე ვთქვათ სამშობლო რომ მან ისწავლა ქართული და ძალიან მივესალმები ამ ამბავს და შემდეგ უკვე გახდა ელნურს თხოვოთ აი თავისი ქართული თავისი სიტყვებით გვიამბოს აი რო დაინახა შეგრძნება როგორ დაურეკეთ ლევანს ფოტოები როგორ გადაიღეთ ეს ამბავი როგორ იყო კეიფობდით ხო მეგობრებთან ერთად მეგობრებთან ერთად კეიფობდით და მე ნახე იქ რამე ძველი ფასიკები არის მე დამრიგე ჩემი ძმაგასის ლევანას და ძმას უთხარია ესეთი ამბავი არის და სურათი გიმზალი იყო და ნახე ლევანე და მე მოვიდა იქ და ნახე სურათი გადაიღე ამის მე მოხდა ესეთი კარგი ამბავი და იქ გარშემო როგორი ვითარება ტყეა დასახლებული პუნქტია თქვენ სახლიდან რამდენად ახლოს არის თქვენ სახლიდან 3 კილომეტრი იქნება იქ მივდივართ მეგობართან ერთად კეიფოთ რა ესეთ ადგილი არის ლამაზ ადგილია და წყალი მოდის წყალი არის და მე ნახე ძვილი ფასი კევი არის მე ნახია და ლევანი მოვიდა და ესეთი ამბავი ესე იგი რამდენი საუკუნე წლები ეს ქვები იქ იყო და არავინ არაფერი არ ვიცოდით ბევრი ხანი იქ იყო რა ბევრი წელი ეგ კი არა მე დავამატებდი რომ არათუ არ იცოდნენ იქ შევესწარით კიდევაც რომ იქ ადამიანებს რაღაცა მიქონდათ დიდი ავტომობილი იყო მოსული და რაღაცა ეს ქვა ნახევარი ერთ-ერთი საფლავის ქვის რომელიც აღმოჩნდა მე ალბათ მე-16-17 საუკუნის ქვა უნიკალური ქვის ნახევარი უნდა წაიღო სახლში და რაღაცა ჩაეტანებინა მოდით ვაჩვენოთ მეორე ვიდეო და რასაც ბატონ ლევანი ამბობს ჩვენ სულზე მიუსწარით რომ 2020 წლის 21 ივნისს არის გადაღებული როცა პირველად ჩავედი და გავიცანი ელნური და ლევანი მეორე ვიდეო ვნახოთ ეს არის საფლავის ხვარი წილად სავარაუდოდ დიდებული ქალბატონ აი ხელებიც ესე თუ ზევით ვნახავთ იქ ცოტა სხვანაირად და ესეთი გრაციოზულად აქვს ხელები ეს გვირგვინის და დაგდებულია გზის პირზე აი აგერ სავარაუდოდ ზევიდან არის ჩამოცურებული ეს ხვა და არის ნუ გატეხილი ხამის ნაწილი შეიძლება ნაწილი ზევით ლევან რომ არა თქვენ და ელნური ეს ქვა ეხლა ალბათ ჩატანებული აი ამ ქვაზე რომელიც კადრში ჩანდა აი ამ ქვაზე მქონდა საუბარი ზუსტად რომ არ მიგვესწრო სულზე შეიძლება უკვე რომელიღაცა სახლის ფუნდამენტში ბეტონის ქვეშ აღმოჩენილიყო და სამუდამოდ დაკარგულიყო. ელნურ თქვენ რო იპოვეთ ეს ქვები, ეს უკვე ქვევით იყო ჩამოსრიალებული თუ ზევით იყო? არა, ზევით იყო, პირველი ზევით იყო და მე ჩვენ მოიდანე იქით და ნახე ერთქება იყო, ანარჩენი არ იყო იქით რა. ანუ რო იპოვა ელნურმა, ეს ქვა იმის შემდეგ გამზადეს სასაღებად, ხო? შემდეგ იყო, ხო, იმიტომ რომ იმ დროს ეს ქვევით არ იყო, როგორც ჩანს. სხვა იყო და ეს არ იყო იქით. მე იქით სხვა ადგილზე ცოტა იქით ნახე და იქ დამოიდანე. ცოტა ციცაბო ადგილია ქალბატონ ნინო და ვფიქრობ შეიძლება არის ხოლმე რომ იქ მესაქონლეობას მისდევენ ხალხი შეიძლება საქონელიც იყო იმ დროს გაიარეს და
გაკრეს, ისე ციცაბო ადგილია და ჩამოსრიალ და არა კარგი. შეიძლება არ ვიცი, მე მაინც მაგრამ ვინაიდან ის ავტომობილით იყო მოსული და რაღაცა წახებას ცდილობდა. ლევან, თქვენ თვითონ გაქვთ ნანახი, მე თუ სწორად მახსოვს, წელს, აი რამდენიმე თვის წინ ბოლნიში სახლის ფუნდამენტში საფლავის ქვები ძვირფასი. ხო იყო ესეთი შემთხვევა? ასეთი შემთხვევა იყო ზუსტად ჩემუბანში სახლი ძველ ბოლნიში ანუ სახლის დემონტაჟი მოხდა ოღონდ იმ პირობით რომ ისევ აშენებული იყო ზუსტად ისეთი როგორიც იყო მაგრამ საფუძველი ძალიან დაზიანებული იყო სახლის სადაც მარნები არის აი ეს მარნის კედელი როდესაც დაანგრიეს ну რა თქმა უნდა ის ქვა შენახული და ისევ იმ ქვით ააშენეს იქ აღმოჩნდა ქართული საფლავის ქვები მე ცოტა ვერ წარმომედგინა რომ გერმანელ იქ მოსახლეობას ჩვენ რა თქმა უნდა კარგად ვართ განწყობილი და მე პირადადაც მათ კულტურას მარნის სახით ავთენტური ჩემი მარნის სახით ვინახავ და ყველაფერს ვაკეთებ რომ იყოს შენარჩუნებული და ცოტა განწყრომა გამოიწვია ჩემში ამან იმიტომ რომ მე ვფიქრობ ქართველი ამას არ გააკეთებდა რომ რომელიმე სხვა ერის თუ ნაციის თუ ასე შემდეგ საფლავის ქვები გამოეყენებინა ფუნდამენტში და ცოტა ვერ მივიღე ეს და მე ვეუბნები კიდევაც როცა მოდიან გერმანელები ამ ფაქტს და აი თვითონაც ვერ პასუხობენ ანუ და შემდეგ უკვე ეს ქვები გადაიტანეს, აღმოჩნდა რომ ჩემამდე უკვე მიწოდებული იყო უკვე ინფორმაცია ძეგლთა დაცვის სააგენტოში, უბრალოდ მე ხო არ ვიცი ვინ რა მე ხო ოფიციალური პირი არ ვარ, უბრალოდ მე რასაც წავაწყდები, მინდა რომ გავაგებინო ხლა და ამის გამო რაღაცა ვისაც გამოიწვია წრომა ჩემს რომ აი ჩვენო პირველიო და მე არავის არ ვეჯიბრები არაფერში. მე მინდა რომ ჩემი საქართველო იყოს დაცული და მინდა იყოს თუ რამეს ისეც ვნახავ, რაც ესე ვთქვათ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ესე ვთქვათ წინაპრების მიერ არის შექმნილი, აგებული და ასე შემდეგ იყოს შენარჩუნებული, მხოლოდ ეს მამოძრავებს. ეხლა ეს ქვები ფუნდამენტში რო იყო გადატანილია ეკლესიის ეზოში და მუზეუმში თუ არ ვცდები. აი ის ქვები, რომელიც ფოლადაურის ხეობაში იმაზე გავაგრძელო. ის და მე უკვე თქვენს მეგობრებს ვისთანაც ერთად დროს ატარებდით, როცა საფლავის ქვები. იმათ როგორი რეაქცია ქონდა თუ თქვენ მარტო, ანუ იმათმაც პირველად ორი კაცი პირველად ნახია და დანარჩენი ვიცნობდა, პროსტა არ ვიცნობდა ეს როგორ არის რა არის და არ ვიცი მე უთხარი მეგობარს დავმერე ეხლა მოდიან და უთხარი რატომ მოდიან ეს რა არის მე უთხარია ძველი ფასი არის და უნდა მოვიდეთ მეგობარები ანუ ისინი არაფერი და არ ვიცნობდა და ორი კაცი ვაფშე ეხლა ნახია და ამ დროს ნახია და ეხლა საფლავის ქვა რომელიც ეხლა ვნახეთ ნაწილი იქ კიდევ ორი ნაწილი ნამტვრევი ესეც ვიპოვეთ და ეს საფლავის ქვა უკვე მუზეუმშია გადატანილი ამაზე ცოტა მოგვიანებით თქვათ მაგრამ ამ საფლავის ქვის გარდა ლევანი რომ მოვიდა იქ იპოვა ძალიან ძვირფასი ქვასვეტის იგივე სტელის ფრაგმენტები ადრე შუა საუკუნე აი ეგ ამბავი როგორ იყო ეს იყო ჩვენ როდესაც წავედით სანახავად როდესაც წავედით ელნური იყო გვახდნენ რამდენიმე მეგობარი და მათ შორის ერთი გოგონა იყო რომელმაც ანუ ჩვენ რო მივედით იქ შემაღლებული ადგილი იყო და მოდითო ერთ-ერთმა თქვა რომ აი რაღაცები ვიპოვოთ და მე ვთხარი არა ხელი არ ახლოთ არაფერს რა თქმა უნდა იქ ახლა ვინც არ უნდა შესულიყო ვიღაცა ყველა რაღაცას იპოვიდა იმიტომ რომ ეს მთლიანად არტეფაქტებით იყო მოცული ის ტერიტორია ამაზეც მოკლედ მთელი პრობლემები მქონდა რომ აი ამ გოგონამ დაინახა ეს ადგილი და ნუ ეს ქვაჯვარი ნახა და მე ისე წავიდა საქმე თითქოს რაღაცა მე ვიპოვე აღმოჩენებს მართმევთ რაღაცა მოკლედ ძალიან ის გავიარე მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ დაცული ხო აქ თავარია დაცული ჩემი მიზანი ეს იყო დიახ და ახლა მე ვინ იპოვა იქ ყველა აი ქალბატონინო თქვენც იპოვეთ მოჭიქული ფრაგმენტი იპოვეთ იქ კიდე მე კიდე ბიჭები გვახდნენ იმათმაც ქვაჯვარი მამქანას მოკლედ იქ მთელი არტეფაქტებით არის მოცული და იქ ერთადერთი იპოვა
მან ვინც იპოვა და პირველი განაცხადა ეს ხო ელნურ აჰმედლი და მე უკვე ყველა რაღაცას იპოვის იქ არქეოლოგიური მოკლედ იქ ქვევრებიც იყო ნაპოვნი ღვინის ჭურჭელი ეს უკვე როდესაც მოხდა მისი დამუშავება გაწმენდა და ასე შემდეგ ჩვენი მაყურებელი უსადოთ მოთ ეხლა ვნახოთ მესამე ვიდეო მე რო თქვენთან ჩამოვედი პირველად მე ფოლადაურის ხეობიდან ავედით ელიას მთაზე სადაც ლევანმა მოკიდა ხელი ქვასვეტის ფრაგმენტებს და გადაიტანა რომ გადაერჩინა და ძალიან სწორად მოიქცა. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო 2020 წლის 21 ივნის გადაღებული. ახლა ვართ ბოლნისში ელიას მთაზე. ეს უნიკალური ეკლესია პეტრე პავლეს სახელობის არის. აქ იყო ნანგრევები ძველი ეკლესია და მის ბაზაზე შეიქმნა ახალი ეკლესია. სწორედ ამ ეზოში აი ეს ქვები არის ნაპოვნი ეს სტელები უფრო სწორად. ეს აქ არის. დიახ. აი რაც შეეხება ამას, აი აქედან ამ სამ სტელას. ეს არის ნაპოვნი იმ ადგილას, სადაც ძალიან ძველი სტელა, მე მგონი მე-6 საუკუნის, მე-5. აი მასე ათარიღებენ რომ სადღაც აი ეგ პერიოდია. ეს ჯერ პირველი ვიპოვეთ ეს შემდეგ ეს აღმოვაჩინეთ აი ეტყობა კიდევაც აქამდე მიწაში იყო ეს იყო მიწაში და იქაც გამოსახული არის ჯვარი ბოლნური ჯვარი ფრთიანი აქაც ეს არის სიცოცხლის სიმბოლო ეს ბოლნური ჯვარი თავის ქვევით ბოლნური ჯვარი ეს ბოლნური ჯვარი გორდებზე ჩუქურთმა აი გაჩვენებთ აი ეს არის აქაც ამასაც ესეც ჩუქურთმით არის გვერდები აქეთაც აქვს თუცლები აი აქეთ სხვა აი ეს ნაპოვნი არის იმ ადგილას ჩვენ რომ ვიყავით ეკლესიის ადგილას სავარაუდოდ სადაც ეკლესია ვარაუდობთ იქ არის მოგებული ეს ნიმუშები ელნურ ისევ თქვენთან გადმოვალ კითხვით ქართველებმა აზერბაიჯანელებმა სომხებმა ყველა ვინც გაიგო რომ თქვენ იპოვეთ თქვენ აღმოაჩინეთ ეს მდიდრულად დეკორირებული საფლავები რას გეუბნებოდნენ გაქებდნენ გეჩხუბებოდნენ გეფერებოდნენ ინტერნეტში ძალიან გლოცავდათ ყველა და მადლობას გიხდიდათ რომ ესეთი ქართული საქმე გააკეთეთ ერთხელ თბილისში გაიჩერა პატრონა ოთხარი შენ ესეთი ეს კაცი შენ ხარ და შენ ნახე მე ოთხარი გიმენახე და ოთხარი გაიმიდი მითი პატრონი გაუშვა და ესეთი რამე მოხდა მე ყველა ბოლნისში წავიდა ამის მერე სულ ბოლნისში ჩემი მაგაცები არიან ბევრი მეგობარი მაქვს და შევიდა და ყველა გილოცავდა და ჩემი სოფელში აზერბაიჯანელები მეგობარი რა ჩემი და უთხარია ეს რა არის რა მოხდა როგორ არის და მე უთხარი ესეთი ამბავია და უთხარია კარგია მალადეს ესეთი სიტუაცია მოხდა ყველაფერი კარგი მოხდა რა ესე იგი ჩვენ მაყურებელს შევახსენებ მე დღეს ვცდილობ რომ მაქსიმალურად ნაკლები ვილაპარაკო იმიტომ რომ ლევანი და ელნური პირველად არიან სტუდიაში და მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ვისაუბრებ ჩვენ შევქმნით მაშინ ესე იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ქვემო ქართლში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საინიციატივო ჯგუფი და წერდით წერილებს თან წერდით ვის ლევან შენ ხომ არ იტყვი საერო და სასულიერო ხელისუფლებას ვატყობინებდით რა ვიცი ჩვენს ყველა ნაბიჯს რასაც ვაკეთებდით ხო ასე იყო აი ქვები რომელიც ახლა ვაჩვენეთ ქვასვეტის ფრაგმენტები ის გოფრირებული კაბარო ეცვა საფლავის ქვა რომელიც შეიძლება წაიღოთ და კიდევ მამქანას საფლავის ქვა ახლა არის დაბინავებული ბოლნისის მუზეუმში და ეგ როდის მოხდა თუ გახსოვთ ესე იგი 2022 წლის 6 სექტემბერს ნიკოლო ზაზნაურაშვილი იყო სააგენტოს ხელმძღვანელი და წულუკიანი იყო მინისტრი და აი ამით რა მინდა ვთქვა რომ ჩვენ ერთი და იგივე საკითხზე ხშირად წერდით, ხშირად ვрекავდით, ხშირად ვაწუხებთ და აი ესე ნელ-ნელა ვიარეთ აქამდე მოთმინებით, ხო ასე იყო?
და ნუ გარკვეული შემდეგ ამ ესე ვთქვათ გარკვეული შედეგიც მოყვა დიახ მთელი სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგიური დიახ ძეგლთა დაცვის სააგენტო მიმუშავა მოკლედ ყველა ჩართული იყო თვითონ ადგილობრივი ესე ვთქვათ მაშინდელი დეპუტატი მერი ვინც იყვნენ სულ ყველა მხარს გვიჭერდა და ასე შენარჩუნა ეხლა იქ თვითონ თავიდან რას ვითხოვდით თუ გახსოვთ ჩვენ არქეოლოგიურ სამუშაოებს რო დაიწყებდნენ მაგაზე არც ფიქრობდით თავიდან რაღაცა შემოღობვას ვითხოვდით გახსოვთ არ გაეფუჭებინა ამ საქონელს ვიხვეწებოდით ხო იმიტომ რომ საქონელი დადის იქ ხშირად შემდეგ უფრო ესე ეს ქვები ნუ ყველანაირი ესე იგი რაც მე ახლა რაცაც შევესწარი და დასურათება რაღაც კვლევები ჩატარდა და შემდეგ უკვე გადაიტანეს ბოლნისის მუზეუმში და ამ ბოლნისის მუზეუმს აქვს ძალიან კარგი საცავი ნუ ერთ-ერთი მაღალი რანგის მუზეუმია შეიძლება ითქვას სოფლიო მნიშვნელობის ჩვენი ბოლნისის მუზეუმი და იქ ინახება დიახ ხო არ გინახავთ საცავში რაც არა საცავში უკვე მე შესვლა არ შეიძლება არა მე კი მოვიკითხე მაგრამ მითხრეს რომ საცავშიაო და ნუ არ ვიცი ახლა ალბათ სპეციალისტებს თავისუფლად აქვთ იქ მოდით თქვენ კითხავთ რომელი ვიდეო აჩვენოთ მე მაქვს ორი ვერსია მომზადებული თუ გახსოვთ 2020 წლის 26 მის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი ჩამოვიდა ხელოვნებაცოდნები ჩამოვიდნენ მაშინ ანთიძე იყო ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე და შეისწავლეს იქაურობა პირველადი დათვალიერებით დასკვნაც დაწერეს და გვაქვს 7 წუთიანი ვიდეო და რამდენიმე წამიანი რომელიც შევთავაზოთ მაყურებელს იქ როგორ ვატრიალებთ საფლავს საინტერესო იქნება სხვადასხვა ჩვენც მეგვიწვიეს შემდეგ აი მე და ელნურიც აი ვიყავით იქ შეხვედრაზე დიახ კი ეს რომელი ვაჩვენოთ ვრცელი თუ მოკლე ვერსია რომელი გირჩევნიათ თქვენ გადაწყვეტეთ კარგით მოდით მაშინ ვაჩვენოთ 7 წუთიანი ვერსია იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი ჩანს ვისაც რაღაცა წვლილი აქვს იქაურობის როგორ თქვა დაცვა შენარჩუნების საქმეში ნახოთ ვრცელი ვერსია სავარაუდოდ ვისი საფლავი იქნებოდა არ ვიცი აი აქ სამი ფიგურაა გამოსახული მორთხმეცია ლილები გადაინასკულია თავსა და ბოლოში აქვს სიცოცხლის ხეები ატიბუებზე შეწყვილებული ლილები ამას ჩარავანდედია ნახე ჩარავანდედი ჩოულებრივ გლეხს ჩოულებრივ მოსახლეს შეეძლო იმის ოჯახს ესეთ ძვირფას საფლავი გაეკეთებინა აქ როა ეს ის არის გლეხის საფლავი არა თქვენ ყველა ძეგლზე ესე გულიანად მუშაობთ მაინტერესებს რომ გავიგოთ რა არის ასე მჭირდება მიდგომა შეგვიძლია ზედაპირულად უბრალოდ დავაფიქსიროთ თავი მოდო გავუკოთ რა არის რა გამოჩნდა რომ გაიწმინდა ეს საფლავი გამოჩნდა სავარაუდოდ თითგვაროვანი ადამიანის საფლავი 18 საუკუნის ალბათ აი დიდი ქარო დავდოთ აი სკოლ აი დიდი ქარო აი დიდი ქარო გაიწეს ახაც ანგელოზები ეხლა ეს დავიბრუნე და შევიქრები დიდებული ქალბატონი როა იქ დიდგვაროვანი ელიას თაძე ამჟამად აი წელზე დანაწილია იქ ესე მახსოვს საფლავის და ეხლა ვიპოვეთ კიდევ შუა ნაწილი აი გიორგი მიპოვა ესე იგი კაბის დაბოლოება გიორგიმ ბევრი ეხები და აი კაბის შუა ნაწილი სამეურნეო იარაღებიც აქვს საბრძოლო იარაღებიც ესე იგი
ერთხელში მარცხენა ხელში შუბი უჭირავს, მარჯვენაში ხოფი. ცხენზე, უნაგირზე არის ჩამოკიდებული ცული და უროს ყავს რა სამუშაო. აი ეს რაღაც საგანია, ეს კონცენტრული წრეებით რო წარმოქმნილი. არის შეიძლება რაღაც საბრძოლო იყოს ეგ შუბი და ეგ ცული და ეგ ურო. ესეც დიდგვაროვანი ადამიანის საფლავი, დიდარი ადამიანის ხელოსანი. შეიძლება 68 ან შეიძლება ავიღო სიგანე 27 ამას დავარქვათ ხმალხანჯლიანი ახალგაზრდა ყმაწვილი. უწერული ეს. და საინტერესო ის აქ ცხვირი და წარბები. ცხვირთან აქ გადაგმული წარბები ქები. განარჩენი საფლავებისგან რაიმეთი განსხვავებულია. იგი ეს ასკარად ცოტა სტილისტურად განსხვავდება. დაბალი რელიეფიც არის. ხელია ხაცებული თუ ისეთი ის არის წიგზოლე ძახით აი თქვენი ჩოთქი და იქაც წარწერები შეიძლება ეს იყოს ის რა ქვია იმპაღებიანი შროშანებიანი ქისმის და ეს არ შეიძლება რომ გამოვაჩინოთ აი ახლა გავწინო გამოჩნდა უკვე პორტრეტი ლაკით გადავიმოხსნოთ წარწერები სადაც არის ეგაც წარწერები გვაქვს და ერთი წახნაგი იყო თაღედიანი მეორე წახნაგი იყო იქეთ რომ ნახეთ აქვია ელიას მთაზე როა და აი აქაც ხო ნახეთ კიდე თაღედის ფრაგმენტი აი ნახეთ აი ეს მონაკვეთი არის თაღის ისა რა სვეტი აი ეს და უკვე მიდის ირიბად. ანუ როგორც იმას ხო დაიხო ესე ირიბად იყო. ანუ ამ ქვის ნაწილია ის იქ როა წავიდა. და ეს თაღები ზევიდან მქონდა. ანუ ეს თაღები წავიდოდა აი აქ, აქ გაყოლებაზე. მერე მიდიოდა აი ესეთი გაყოლებაზე. სწორად და მერე კიდევ ირიბად ეშვებოდა ის შროშანისებრი მოვიტანოთ ის ფრაგმენტები ხა დავატოვოთ. ეს ფრაგმენტები აგერ არის, მაგრამ უბრალოდ აი შროშანისებრი მონაკვეთი არ აქვს. ძალიან ქვამა დამტრული. აი შროშანისებრი ორნამენტიანი. ელიას მთაზე როა იმის ნაწილია. ძირითადად. ეს არის შავი არქეოლოგების დატეხილი. არა, მე მგონი ეს ხეების დატეხილი, არა? აი ეს ნაჩიჩქნია. ეს კი. ვარაუდოთ აი ხა რაც მიაწებეთ არის წიგნის ფრაგმენტი. ჩვენ რო წიგს ვეძახით. აი წიგს რო ვეძახით. ჩვენი იდენტიფიკაციით. აი საერთოდ არაფერი არ ჩანდა და ხა რამხელა? წარწერებით. ხო, აბა. წარწერიანი მონაკვეთი რო ეს ჰორიზონტალურად წავიდეს. წიგნი გადმოვარდა. ესე იგი, მაშინ ესეთი კონფიგურაცია. აქედან შროშანებიანი გვერდი ქონია და ზემოთ ეს ორქანობა არის თაღებიანი და აქეთ მხარეს მიდის უკვე ის ფიგურული რელიეფი. აქეთ სცენარეული, აქეთ ფიგურული და წარწერები. ვაი რა კარგად გამოჩნდა.
მაჩვენეთ ეგ დეტალი. აი ეს. რამდენიმე წუთის წინ იპოვეთ აი ეს. ნუ ეკლესიის იატაკი. იატაკი. ან თქვენ ვარაუდოთ დიდ რო აქო ეკლესიაო, აქ ეკლესია დიდწილად სავარაუდოდ წინასწარული დასკვნა. კირის კვალი და იმის დასტური რომ ეკლესია იყო კირით. და ესეც იატაკი. ფილები. და ეს კრამ. პერიოდი დაახლოებით ხო არ? პერიოდი არ ვთქვა. ესე იგი ჩვენ ვნახავთ იმ ადგილას ახლა როგორი ვითარებაა მოგვიანებით. მე აი აქ თუ მაყურებელი და ახლა უყურებდით და ამ სააგენტოს თანამშრომლებს სალომე გოგოლაურს და აკაკი რეხვიაშვილის მინდა მათ ესეთი რუდუნებით გულიანად ესე რომ ვთქვათ ხო იმუშავეს და აი ყველანაირად მაქსიმუმი რაც შეეძლოთ გააკეთეს და აქედან თქვენი ეთერის საშუალებით მადლობა მინდა გადავხადო. ესე იგი რაც იპოვეთ ფილებიო რო ამბობთ მაყურებელს მინდა უთხრა აი აქ ეკლესიაო და ხეები ჩანდა იქ და ეხლა მინდა ნახოთ როგორ გამოიყურება გათხრების შემდეგ უკვე იქაურობა ეს ვიდეო კადრები 2024 წელს გადავიღეთ თან პარალელურად ვაპატიეთ გამებნა მე ვიდეო სად არის გამებნა ვიდეო სად არის 2004 წელსში თხრიდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იქაურობას და მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა უკვე გათხრილი ნაეკლესიარი რამ სიმაღლეა როგორი ვითარება მე-6 ვიდეოა და ერთად ვნახოთ ახლა ეს ვიდეო აი მე რა მაგარია აი აქ იყო კვადრები ონური კვადრები ეს კვადრის ბაზისია ვადობა და აი ეს გვინდოდა კარგი ყოფილიყო ცოდია, მაგრამ ასეთ ლამაზ შედეგს ალბათ არ ველოდით. და დაგვიმართლა ძალიან ჯერჯერობით არ დაგვისურვებია რამდენიმე დღე დაგვჭა კიდე ხედავთ. თითქმის სრულად არის გათხრილი, დაგვჭა სამხრეთის მხარე, ადრეს შეგიძლიათ ნახოთ. დაბრუნდებით ჩაკოლის დონეზე, დასავლეთი, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი თითქმის ეს არის დასავლეთი, ეს არის დასავლეთი. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ქვევრი, ჯერჯერობით ორი ცალი ქვევრი. თავი დაფარული ჰქონდა ერთ ქვით, მეორე საგურებით, ტაძარს ჰქონდა ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან ხედავთ კარს. დიახ. ამ კარით შევდივართ ტაძარში. დიახ. ეს არის ცივი ზომის 4.30-ია, 2.5 მეტრი ინტერიერი ზომა. ან 4.30 დასავლეთზე, ჩრდილო-სამხრეთი 2 მეტრი და 50 სანტიმეტრი. დარბაზული ეკლესია მცირე ზომის ხედავთ, ევენტოზებული ერთნავიანი ოღონდ ეგრე არ იხსენიებდა პირდაპირ დარბაზული ეკლესია ტრაპეზი სხვა დარჩენილი ადგილზე საკუთრების შემაღლება და ეს დარბაზი სადაც როცველი უნდა ყოფილიყო ტელევიზორს თუმცა დასავლური პირი იქნებოდა შენი. ინტერიერში დაფიქსირდა 4 ჯვრის გამოსახულებიანი ქვევრი, გამოღებული გვაქვს დამტრეული, თითქმის სრულად შეიძლება აეწყოს. დიახ. ინტერიერში ხედავთ ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ემბაზი, სანათლავი რომელიც ჯერ ეს კუთხე დასავლეთ მხარეს არ გავიწვენდია ბოლომდე და შეიძლება მეორადი გამოყენება ქონდეს შემდეგ შემოტანილი იქიდან. რამდენი იქნება თუ შეიძლება რომ ჩაანაცოთ კადრი. ახვრეტილია და წყალი უნდა გადიოდეს გარეთ. ეს ამ ადგილზე ყოფილიყო გარეთ დასული წყალი. დიახ. დაიქცეოდა ტაძრის ინტერიერში. შესაბამისად უნდა იყოს რაღაცა კერამიკული მასალით გარეთ გადიოდეს. ჩვენ რა თიხის მილების ფრაგმენტები აღმოვაჩინეთ, ოღონდ გარეთ, ტაძრის გარეთ, რამდენიმე ფრაგმენტია ბაზაზე გვაქვს სახში გაატანილი და გაწმენდილია. თუ აქაც არ აღმოჩნდა მილი, რომელიც გარეთ ამ წყალს გაუშვებდა, მაშინ შემოტანილია და მაგიტომ ამბობთ, რომ მეორადი გამოყენება. შესაბამისად ინტერიერში წყალს არავინ არ დაარჩენდა, ხო მართალია? ან უნდა ყოფილიყო მაშინ ესეთი გამოყენება დაცული იქნებოდა თქვა ხით, ან ამოლესილი თიხით, ის საიდანაც გადის გასასვლელი და
ჯამი თან თქვა რაღაცა პატარა ჭურჭელი შესაძლებელი იქნებოდა წყლის ამოხატვა რიტუალის დასრულების შემდეგ. აქაც ერთი ქვევრია, იგი გამქრალი იყო, ჩალეწილია, ხედავთ წრეს. კი. ჩადგმული არის. მაღალი ალბათობით ეს უნდა იყოს საზედაშე ქვევრი. საზედაშე ქვევრი, ანუ ზიარებისთვის ვიცით რომ ორი მთავარი ინგრედიენტია საჭირო, პური და ღვინო, რომელიც უფლის სისხლი და ხორცად უნდა გადაიქცეს და შესაბამისად ეკლესიის ტაძრის ინტერიერში ჩადგმულ ქვევს საზედაშე ქვევრად მოვიხსენებთ. ელნურ, თქვენ შედარებით ახლოს ცხოვრობთ. ლევანი ბოლნიშია და თქვენ ქვემო ბოლნიში, ხო? დიახ. აი თუ მიდიოდით გათხრების დროს და კიდევ მაინტერესებს თქვენი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც იქ კეიფობენ ხოლმე, თუ რაიმენაირი ურთიერთობა შეხება თუ ქონდათ ამ ხალხს? ახლა ჩვენ სოფელიდან ბევრი ხალხი მიდის იქ კეიფოთ და მეგობარის უთხარი რომ არ დაზიანოთ, უგაღრიებით მეაქციანეთ ნახეთ იქ კარგად და მეგობარები წავიდა და ყველაფერი არაფერი არ გააკეთა იქ რომ ესეთ ადგილი იყო რომ იქ არ შეიძლება არაფერი გააკეთებთ. მარტო კეიფობ და სად ჩვენს სტოლი არის იქ და ჯექენი კეიფი უნდა ვისო. იქ არაფერი არ შევიდა. რუსული სიტყვები, რომელსაც საუბრის დროს ხმარობთ, ჩვენს გვეშლება ხოლმე ქართველებს, აი. მithumetes მე ელნურს თავშიც აღვნიშნე, რომ ანუ საქართველოში არ უცხოვრია, რამდენიმე წელია უკრაინაში, უკრაინიდან გადმოვიდა საქართველოში აქ ცხოვრობს. განათლება იქ მიიღე? დიახ. დიახ და რუსულად ანუ. დიახ. საერთოდ ქართული არ იცოდა, გამარჯობაც კი არ იცოდა, რომ ჩამოვიდა და აგერ უკვე საუბრობს ასე თუ ისე. რომელ წელს ჩამოხვედი? 2019-ში მოვიდა 19-ში. პანდემიამდე ჩამოვიდა. ესე იგი 2020 წელს მე რო თქვენთან ჩამოვედი. ერთი წელი იყო. მე მაქვს ის ორი ვიდეო, როგორი ქართულით ლაპარაკობდით შემონახული. ესეთი რამე თქვენს არქეოლოგებმა და თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ ეგ ამბავი, როგორც კი გაიგებენო ადგილობრივები აზერბაიჯანელებზე იყო ჩვენ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე, რომ აქ ეკლესიაა და ნაეკლესიარია და ოდესღაც მართლმადებლების სალოცავი იყო, იქაურობას სხვანაირი რიდით ექცევიანო და გრძალვით და ერიდებიანო და ანუ სხვათა შორის მე საქებს სიტყვებს არ დავიშურებ იმ ადამიანებისთვის, ვინც ირგვლივ ცხოვრობს, იქ არის სომხური სოფელი კიდე უფრო ცოტა შორს არის, აი ელნურის სოფელი და მე არის სომხური სოფელი სიონთან. და იქ არის ზემო ბოლნისი, სადაც აზერბაიჯანელებით არის დასახლებული და იქ რო გაიგეს ნაეკლესიარი, იქ ძალიან ესე ვთქვათ ყურადღებით არიან იქ ჩვენ მეგობრებიც ყავს აგერ ელნურს მეც ერთადერთობლივი მეგობრების და იქ ყველა აღნიშნავს რომ ძალიან ესე ექცევიან არანაირი ან ბოდიში და წაბილწვა იქ ახლა ხალხი კეიფობს მოიხსენებათ ახლა იქ არ ვიცი არ შედიან და რამე ისეც არ აკეთებენ რომ რაღაც იციან რომ იქ უკვე ალბათ ზრუხასეც მოარიდებენ და სხვა გზით გაატარებენ დიახ და მაქსიმალურად მე რო ვეუბნები ხოლმე აი ელნურსაც შეუთვლია და მაქსიმალურად იცავენ რომ რამე არ დაზიანდეს და პირიქით ისე არიან განწყობილნი რომ იქ მეორე ეკლესიაც არის მოგეხსენებათ ძალიან ახლოს ეს ფოლადაურის ხეობა იქაური მოსახლეობა დემირსუსუ ეკლესიას უძახიან ეს არის იქ სოფელი იყო მოგეხსენებათ რა ერქვა იმ სოფელი თალა და ეს ნასოფლარი არის ესეთი ქართული სოფელი მოპირდაპირედ იყო სამწევლისი ასევე ქართული სოფელი ну ეხლა აღარ დაიცალა ქართველებისგან უკვე აღარ ცხოვრობენ მაგრამ აი ეს სოფელი სახლები დღემდეა და ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები ჩვენი ქართველი სომხები და აზერბაიჯანელები ეს თალა უკვე ნასოფლარი არის მხოლოდ ნანგრევები არის ეს ახლოს არის ხო ფოლადაურთან ამ სამარხებთან რა თქმა უნდა და ეს ეკლესია ეს ღვთისმშობლის სახელობის შენარჩუნებულია უკვე დემირსუს რომ ეძახია დიახ ღვთისმშობლის სახელობის ესა ამ სოფელი თალას და
როგორც ჩანს, ეს მეორე ტაძარი უნდა ყოფილიყო უკვე სასაფლაოსთან, ალბათ დაკრძალვის დროს წესრო უგებდნენ, მან ხდებოდა. თან დიდარი ადამიანები არიან და დიდარი ადამიანები, ესე წარჩინებული ადამიანები, რაღაცა ესე არის, დიახ, თვითონ ქვებიდან ვიზუალიდან გამომდინარე და აი ეს ორი ეკლესია იყო, რომელიც აიხლა არქეოლოგიური გათხრების შედეგად უკვე გამოჩნდა, საფუძველი და ის კედლები, რაც არის და რაც ვიხილეთ კიდევაც, ტრაპეზის ქვა, ემბაზი, ბაზისები, ქვასვეტების ქვევრები, ორი ქვევრი და ის მეორე ეკლესია, რომელიც იქვე სადღაც თუ არ ვცდები 100 მეტრში ალბათ 150 მეტრში არის, ესაც იმ სოფლის თალას ნასოფლარის ეკლესია არის ღვთისმშობლის სახელობის, ის კარგადაა შენარჩუნებული და რესტავრაციაც ჩაუტარდა და იქ შესასვლელ კარზე, ჩრდილოეთის კარზე, თუ არ ვცდები, ქვაში ძველი ქართულით და წარწერაც არის. გასაგებია. თუ იცით, ან ელნურ თქვენ ხო არ იცით, სასულიერო პირები ხომ არ ყოფილან პანაშვიდი ხო არ გადაუხდიათ იქ? არ ვიცი. იმიტომ რომ აი მამქანას საფლავი წარწერა საფლავზე მომიხსენიეთო ითხოვდა. ეხლა ეს საფლავის ქვაც მუზეუმშია გადატანილი, იმიტომ რომ მთავარი არ გითქვამს 1688 წლით არის დათარიღებული და ამ საფლავმა დაათარიღა გარშემო სხვა საფლავები. მე პირადად მე არ ვიცი და მე ვფიქრობ სასულიერო პირები პირიქით შეიძლება არც იციან ესე კარგად. მიესალმებიან, იმიტომ რომ ძალიან ბოლნის ძალიან კარგი მეუფე ყავს. დიახ. და მისი ლოცვა კურთხევა არ მოგვაკლოს თითოეული ჩვენთაგანს. ერთობლივი განცხადებით ხო არ მიმართოთ ერთხელ რომ სიამოვნებით. და კიდევ იქაურობას რა ბედი ელის, ესე იგი, ან უნდა გადაიხუროს, დაკონსერვდეს ეს გათხრილი, ან გადაიხუროს და კიდევ ერთი რაც შეიძლება მოხდეს, აღდგეს იქ ეკლესია და აქედან რა მოხდება ჯერ მე არ ვიცი, თქვენც ვიცი რომ არ იცით და ესეც მე გამოვითხოვოთ ერთობლივად სააგენტოსგან თუ ესე მიუყვებით პერსპექტივაში, ალბათ ეგაც მოხდება, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ვფიქრობდით მხოლოდ შემოღობვას და აგერ არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს და ალბათ ქვასვეტი გამოვლინდა კიდე გათხრების დროს, ხო? გამოსახულებიანი და წარწერიანი ეს ვინც თანმიმდევრულად უყურებთ და უსმენთ ამ გადაცემას ცელი რეპორტაჟი არაერთხელ მქონია და ეს დეტალები ალბათ გეხსომებათ. საფლავებზე წარსულზე საუბარს ხო არ დაუსვათ აქ წერტილი და დღეს რა საქმიანობთ და რა საკეთებთ ორი სამაგალითო ამ ქვეყნის სამაგალითო შვილი ამით ხო არ დავიწყოთ ლევანი გახლავართ მუსიკოსი კონსერვატორია რომელი ფაკულტეტი გაქვს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მე ცოტა გვიან დავიწყე ესე ვთქვათ პროფესიამ თვითონ ამირჩია სამუსიკო სკოლაში არ მივლია ბავშვობაში და რაღაცა ვიგონებდი მუსიკას რაღაც ჩემთვის ვწერდი ოღონდ არაფერი არ ვიცოდი ამ სამყაროში და 20 წლის ვიყავი და დავიწყე ნოტების სწავლა და მივყევი და დღეს მაგისტრის ხარისხი სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი გახლავართ. წერ ლექსებს ეს არაერთი მუსიკალური ნაწარმოების ავტორი ხარ, ხო ასია? დიახ, სხვადასხვა პროექტებში მაქვს მიღებული, სხვადასხვა ესე ვთქვათ დარბაზებში შესრულებულა. და არაერთი გადაცემა ყოფილა თქვენზე, მე მინახავს ინტერნეტში. და მარანი მეღვინეობასაც ვეწევი, დიახ, მეღვინეობას და მოდიან ტელევიზიები და რა შეიძლება. რამდენიმე წამიანი ვიდეო კადრი ვნახოთ აჭარის ტელევიზიიდან ბატონ ლევანზე გადაცემა გააკეთეს და მე მგონი საკუთარ ნაწარმოებს ასრულებთ. ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ. მარნის კადრების ფონზე გადიოდა ეს თქვენი ნაწარმოებია. ნაწარმოებია, ჩემი საფორტეპიანო ნაწარმოები. და აქ ნაწყვეტი შევასრულე, ახლა რაც მაგათ თქვენ ხილეთ. ეს იყო გადაცემა მარანზე და
იქ უკვე რა პროფესიაც მქონდა ძირითადი, ისაც ჩართეს, ასეთი გადაცემა იყო ძალიან კარგი. ხალხი იყო. ბავშვებსაც ასწავლით, ხო? დიახ, ვასწავლი, სკოლაში ვასწავლი, ბოლნისში. ლევან, თქვენ წერთ არაჩვეულებრივ ლექსებს. მე ყველა ლექსი არ მაქვს საკითხული, რამოდენიმე ვიცი, წამკითხავს თქვენს გვერდზე. ერთ-ერთი ლექსი იქნებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს წავკითხოთ. სიამოვნებით მე წაგიკითხავთ ბოლნის ლექსს, რომელიც ესეთი სიტუაცია იყო, აი ღამე ნისლიანი ბოლნისი იყო, ესე იგი ბოლი და ნისლი, რაღაცა ესეთი შედარება ერთად შერწყმული ზამთრის პერიოდი იყო და ეს გარეთ შუქები ისე ნისლში ისე ანათებდა, მოკლედ რაღაცა დავწერე ეს ლექსი და წაგიკითხავთ ახლა ბოლნისზე, რადგან ბოლნისზე ვსაუბრობთ. ღამის ბოლნისლი შეგიმოსია ქუჩის ნათებას ხივებად გეტრფის. თურმე აქვს წინავთ გადაღლილ ღრუბლებს აღმართულ მთებში ნისლად გაწოლილს, ქვათლილ მარნებში ხუთას ბოლნელზე სადღე გრძელოებს სიმღერა ერწყმის, ორბელიანის ნატერფალ ქუჩებს ცვარი ალერსით მიჯნურად ერთვის, აქეთ ყორანთა იქით ელია გადაყურებენ ძველ სიმაგრეებს, ბოვნის ველკეთილს ცურტავს და სიონს წუღრუღაშენის სამრეკლოს წმიდას, თურმე აქ წერდნენ პირველად სტრიქონს, ქვაში ნატიფი ასომთავრულით, ძველად აქ კვეთდნენ მეომარ ლომებს ფაფარღრიალა ბოლნურ ღირსებით, ღამის ბოლნისლი შეგიმოსია ქუჩის ნათებას ხივებად გეტრფის. ვიღაც შეანთებს დაჩორკნილ ღუმელს, ვიღაც ლოცულობს ელიას მთაზე, ზოგიც ქვევრისას საფერავს ეგმნის, ვიღაც მარტოა ღრუბლებთან ერთად, ღამის ბოლნისლი შეგიმოსია ქუჩის ნათებას ხივებად გეტრფის. თურმე აქ წინავთ გადაღლილ ღრუბლებს ბოლნისის მთებში ნისლად გაწოლილს. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის. ელნურ, თქვენ თავზე გვიანბეთ, თქვენ ყავთ გოგონათა გუნდი თეთრი წყალში, ლევანისგან ვიცი მე ეს ამბავი მან მიაღო და ბოლნისში ბიჭების გუნდი. აი გვიანბეთ რამხელების სკოლაშიც ასწავლით. აი თქვენი ყოველდღიურობა როგორია და თქვენს ოჯახზე გვიანბეთ კიდევ ორი შვილის მამა ხარ. ორი შვილი მაქვს და მე სკოლაში მსწავლობ. ქვემო ბოლნისში საჯარო პირველ სკოლაში. ფიზკულტურის მასწავლებელი ვარ. მე ბოლნისის იონის სპორტ სკოლაში მუშაობს 2010 წლის ბავშვების ვარჯიშობ ფეხბურთი. მე თეცხორეს გოგოების გუნდიდან ვარ ახმერი ძურთნელი. მე ხვალ არის ესეთი თამაში, ჩვენ დიახ პირველ ადგილზე ვარ და მეორე ადგილზე არიან დინამო სუხუმი. ეს თამაში მაქვს ხვალ, ბოლო თამაში არის. თუ ეს მოვიგეთ, ჩვენ იქნებით საქართველოს გოგოების ჩემპიონის იქნებით ხვალ. ნუ პირველ ადგილზე ჩვენ ვართ. ჩვენ იქნებით ხვალ პირველ ადგილზე. ჩვენთან არაჩვეულებრივი გადაცემა გადის ხოლმე ბატონი თენგიზ ბაჭკორია უძღვება სპორტული და ბავშვებიც მოყავს მწვრთნელებიც მეც ხშირად უყურებ იმდენად საინტერესოდ უძღვება. დიახ, მე მაქვს ფედერაციასთან კატეგორია, UEFA-ს კატეგორია მაქვს. მწვრთნელის კატეგორია მაქვს, აქ მე აიღე ფედერაციასთან. თქვენ შვილებზე გვიანბეთ. რამხელები არიან ქართული თუ იციან? ეხლა მიდის ბოლნისში ბაღში. ქართულიანის ბაღში მიდის. იმიტომ მე 5 წელი აქ ვარ, ენა ესეთი ლაბარაკობ. მე მინდა что ბავშვები ლაბარაკობ ქართულად თავისუფლად. დიახ. მეუღლე მიცის ქართულად. მეუღლე მიცის, ეხლა კურსში მიდის მეუღლე. სად მიდის? ონლაინ კურსი არის, ონლაინ. ხო. ენის კურსი არის, დიახ. ინგლისურად ვიცით, ცოტა ქართულად ეხლა მიდის ენაში. ბავშვები ეხლა ლაბორატორიონ ქართულად, იმშომ ბაღში მიდის. ერთი არის 2 ნახევარი და მეორე არის 3 ნახევარი წინზე. მე და ბატონი ლევანი ელნურის ქორწილში გახლდით 2020 წელი იყო, ხო? 2020 მე და როგორი სადღეგრძელოები დაილია საქართველოში, ყველაფერი კარგად მახსოვს. სასიამოვნო დრო გავატარეთ ძალიან. ეს გოგონები რომ პატარა ბავშვები რომ გიშდებიან, ისე უყვართ ფეხბურთი და დადიან და აი სკოლაშიც ხო ასწავლით და ბოლნისშიც ესეთი ვითარებაა. ეხლა 3 თვე იქნება ბოლნისში არიან გოგოების გუნდი. ეხლა არის. არისო და ეხლა 3 თვე არის ბოლნისში ფეხბურთის გოგოების. დიახ, გოგოები ბიჭებისთან
ბევრი მიყვარს ფეხბურთი მე მგონი. იმიტომ ბევრი მოდის რომ ვარჯიშობ ფეხბურთი. და ჩვენ სოფელში გოგოები უთხარენ ფეხბურთი არ თამაშობ, მაგრამ ფეხბურთი არ თამაშობ და. აი ხედავთ, ესე იგი ყველგან ესია. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა, შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ლევან ქუქჩიშვილი და ბატონი ელნურ ახმედლი, ისინი ბოლნისიდან საგანგებოდ ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას. დავიწყეთ საუბრობდით ფოლადაურის ხეობაში ახლახანს გამოვლენილ მდიდრულად დეკორირებულ საფლავებზე, ელნურმა და ლევანმა იპოვეს და შემდეგ თვითონ მათზე ვისაუბრეთ და ამასობაში დადგა გადაცემის დასრულების დრო. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.